პირველი საკითხი, რაც მნიშვნელოვანი იყო დაცვის ხარისხის და არა მარტო დაცვის ხარისხის, ათეულობით სასამართლოში მყოფი პირის გადასახედით, ეს ვთქვათ, ველოდით, რომ დღევანდელი პროცესი გაიხსნებოდა და სხდომა იქნებოდა საჯარო, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ მივიღეთ პროცესი, რაც მივიღეთ, ფაქტობრივად დახურული პროცესი გაიხსნა, მოსამართლეს ჰქონდა სრულად იმის უფლება, რომ გაიხსნა წინა პროცესი, დახურული პროცესი და მისცემოდა საშუალება დამსწრე პირების დასწრებოდნენ პროცესი, მაგალითად უნისის ხადაძის მშობლები დასავლეთიდან იყვნენ ჩამოსულები და არა მარტო უნისის მშობლები, სხვა ადვოკატებმაც გააჟღერეს ხალხი, მშობლები, დედმამიშვილები არიან რეგიონებიდან ჩამოსულები და ყოველდღიურად ფაქტობრივად ყოველ პროცესზე ელოდებიან საკუთარი შვილების, საკუთარი ძმების ნახვას პროცესში. შესაბამისად, გავაჟღერეთ ბუნებრივია ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ თარიღი შეგვითარგმნა მომდევნო პროცესის განმარტა, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ეს თქვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან ჩვენ მიერ დაყენებულ შუამდგომლობას არ განიხილავდა, მხოლოდ ტექნიკურად გავიარეთ მომდევნო პროცესის ჩანიშვნის საკითხები. თუმცა ბუნებრივია დაცვის ხარის მიერ გაჟღერდა შესაბამისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო პროცესიდან ველით მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცესის გახსნასთან დაკავშირებით დაცვის ხარის შუამდგომლობის გარეშე. თუმცა თუ კი ვერ იქნება მიღწეული საჯაროობა და ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომდევნო პროცესზე, მოსამართლის მიერ ბუნებრივია ადვოკატებიც დავაყენებთ შუამდგომლობას გახსნასთან დაკავშირებით და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ რა იყო დღევანდელ პროცესზე, ფაქტობრივად პატარა დარბაზში მოგვიწია სხდომის დაწყება და ბუნებრივია ამ პირობებში არა მარტო დაცვის ხარეს და ადვოკატებს, ბუნებრივია ბრალდებულებსაც ეზღუდება დაცვის უფლება და ეფექტურ კომუნიკაციას ჩვენ ადვოკატები, ძნელ ადვოკატი ვერ ვახორციელებთ ჩვენს დასაცავ პირებთან და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მომდევნო პროცესი გაგრძელდეს არა მეორე, მესამე და სხვა პატარა დარბაზებში, არამედ დიდ დარბაზში, რისი საშუალება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამდვილად არის, თუმცა ეს საკითხიც ფაქტობრივად არ განიხილა მოსამართლემ და ნახოთ დაველოდოთ მომდევნო პროცესს. დღესაც სასამართლო აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ადვოკატებს მაგიდაც კი არ გქონდა, რომ უბრალოდ დამსხმარე ყავით და გვემუშავა, ლეტობები გაგვეშალა და სასამართლოს ესაუხსენი ზუსტად წარმოიდგინეთ 14 ადვოკატი ადგა და მიდის 11 ბრალდებულთან ყოველწუთიერად ეს რამხელა ქაოსს გამოიწვევს. გარდა ამისა, რაც გაგვიკვირდა, ეს არის ის, რომ ისევ დახურულია სხდომა, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს ეძლევა საშუალება, რომ დაესწრონ პროცესებს, რაც წესით ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სხდომაზე წესრიგის დარღვევა სხვა ეტაპზე და სხვა მოსამართლემ შეაფასა. აქედან გამომდინარე, დღეს კონკრეტული მოსამართლე ვერ გადაწყვეტს წინა საკითხმა რამდენად გავლენა მოახდინა პროცესის დახურვაზე. დღეს ავტომატურად უნდა გახსნილიყო პროცესი, თუმცა ეს არ მოხდა და სასამართლომ შემდგომი სხდომებისთვის განცხადების უფლებით უსარგებლია და უთხარით, რომ ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ პირველ დარბაზში ჩატარდეს, იმიტომ რომ იქ მოგვეცეს საშუალება ბრალდებულებთან მქონდეს კომუნიკაცია. მეორე მოთხოვნა იყო ის, რომ ნორმალური პირობები შეგვექმნას დაცვის მხარეს და რაღაც მუხლებზე გვედოს ლეპტოპი ეგრე არ მემუშაოთ და მესამე არის გახსნასთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მესამე პროცესი, უკვე მეოთხე პროცესი არის, რომ ხალხის გარეშე არის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც არის სინდისის პატიმრების სისხლსამართლის საქმე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის მნიშვნელოვანი.